მოგესალმებით ყველას, მოდით ვნახოთ დღეს ჩემო ძვირფასო გამომწერებო, რისთვის გამზადებთ სამყარო. რისთვის გამზადებს სამყარო. ვინ ხართ თქვენი ენერგიები. თქვენ ადამიანი ხართ მებრძოლე. არა აქვს მნიშვნელობა მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, ნებისმიერ სიტუაციაში იბრძვით, თქვენ საკეთილ დღეოდ, ძალიან იმპულსური ადამიანი ხართ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაციის დალაგება, მოგვარება, იმპულსით გამოირჩევით. მტრები გყავთ უამრავი მტრები. ძალიან დიდი ცვლილებების წინაშე დგახართ, აქ წარსულს ტოვებთ, მიდიხართ მომავალში. მეგობრებო, უკვე ძალიან მალე, ძალიან ბევრი რამე შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში. აბა რას გეუბნებათ სამყარო, ნახოთ. აი, ვინც მიყურებს გოგოებო, არის ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე ცრემლობს რატომღაც. ყოველ დღე ცრემლობს ადამიანი, ნერვიულობს და დარდობს. სამწუხაროდ ძალიან რთულ კარმაში ადამიანი, რა თქმა უნდა, ყველა ასე ვერ იქნებით. სამყარო გამზადებს ცვლილებებისთვის ძვირფასო. ვინც არ უნდა მიყურებდეს, თქვენს ცხოვრებაში მოდის ძალიან მოულოდნელი შემოbrunება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, შეიძლება იყოს ბედის ბორბალი გაძლევს აქტიურობას, ენერგია მოდიოდეს, შესაძლოა შემოbrunების ჯანმრთელობის მხრივაც შესაძლოა იყოს უკეთესობა, ტრანსფორმაცია, სიტუაცია, რომელიც იცვლება, რომელიც ჩაკეტილი გეგონა და არ იხსნება ენერგია სწრაფია, ხვდებით, ძალიან სწრაფად რაღაცა იცვლება. ვიტყვი, რომ ეხება ორ სულობებსაც, მეგობრებო, ხო იცით, რომ ერთ არკანს ახსნა აქ 100-ზე მეტი. ვიტყოდი, რომ შერიგებასაც, ძვირფასებო, ვიტყოდი, რომ მესამე პირების განულებაზეც, ვინც ხელს გიშლიდათ მტრებით, სხვათა შორის 4 თივლიან, მასე ჩანს, ცრემლობენ, თქვენი მესამე პირებიც ცრემლობენ. ვისაც ყავს მანდ ქმრების საყვარლები, პარტნიორების საყვარლები, მესამე პირები, არაადეკვატური ხალხი, შურიანი ხალხი, ხვდებით, ბოღმიანი, არანორმალური, აი ესეთებიც ისჯებიან, შემოbrunება ხდება, მთელი ნეგატივის, რაც იყო, ეს ყველაფერი მიდის მათთან. მართლა გეუბნებით, ძალიან კარგი მფარველები ყავს დედის მხრიდან ყველას, ვინც მიყურებს. დედის, ისედაც ხო ყავს დედის მამის, აი ახლა მოქმედებს ზუსტად დედის ეგრეგორი გფარავენ. ცოცხლები არ არიან, რა თქმა უნდა, მფარველობა მოდის მათგან. ხო, რა ხდება მთვარეში? რაღაცა ძალიან დაფარული, ფარული განძრახვის გამოვლენა იქნება. დაიშოკებით ისეთი. რაღაცას იგრძნობთ ისეთ შინაგან სიცხადეს ხვდებით და კიდევ მეგობრებო, არ ვიცი ვისთან, თქვენ თვითონ მიხვდებით, თქვენ გაშლის პროცესში ხართ ახლა საჯარო გაშლის. ბევრთან იქნება ჩაკეტილი ენერგიები სიყვარულის, ურთიერთობის, ჩაკეტილი არ მინდა თქვა მაგიურად, მაგრამ აქ საჭიროა წმენდები ბევრთან. წმენდები საერთოდ ყველასთან არის საჭირო, რომ იცოდეთ. დროთა განმავლობაში გინდა არ გინდა აგროვებ ნეგატივს, ელემენტალური Facebook-იდან აგროვებ, ან საიდანღაც კიდევ და აი ამის წმენდა აუცილებლად საჭიროა. საკუთარ თავსაც
რაღაცნაირად ნეგატიურად ხანდახან ქოქავთ ხო ნეგატივის მიმართ თითქოს რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს, ფიქრობთ ამაზე, არა, პირიქით, იფიქრეთ, რომ დადებითი უნდა მოხდეს ყველაფერი და რასაც იფიქრებთ, ის მოხდება ზუსტად. ნურაფრის გეშინიათ. პირადი გამოცდილები და ნურაფრის რაც უფრო გეშინია, მით უფრო ხდება. ხვდებით, გეშინიათ. აქ ცოტა ჩაკეტილია პირადი სივრცე. გიბიძგებთ სამყარო საკითხზე. რაღაცა გაირკვევა, იმოქმედო გეუბნები, გასარკვევად გაირკვევა. სამსახური ფინანსები, ქაღალდები, ურთიერთობა, ბინები, სახლები, აგარაკები, სამსახურები, ფინანსები, ვალები. რაღაცას ძალიან ხდება ფარდა, განზრახვის გამოვლენა იქნება და ყველაფერს რეალურად დაინახავთ. რა ხდებოდა სიტუაციაში, რა ხდება ან რა უნდა მოხდეს, ამას წინასწარ იბრძნოთ დაინახავთ. თქვენ დადგებით ორ გზას შორის, მეგობრებო, დარჩეთ ძველში, ან უნდა გადახვიდეთ, გადადგათ ნაბიჯი და ახალში წახვიდეთ და აი ამ არჩევნის წინაშე დადგებით, იცოდეთ. ახალი გზა უფრო იღბლიანია, მე მინდა გითხრათ. უფრო იღბლიანია ახალი გზა, რაღაცა უნდა შეცვალოთ. მიხვდებით, რაც შესაძლებელია პროგნოზის ყურების დროს. მოდის რაღაცა მოლოდნელი ამბავი, ძალიან ახლოს არის. ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. ვიღაც ადამიანი გიკავშირდებათ და მოდის იღბალი. მაგრამ გაბედეო გეუბნებიან, გეშინიაო, გაბედე და აირჩიე. ორი გზა, ორი არჩევანი გიახლოვდებათ. ძველი არა, უფრო ახალი ასარჩევი, ვიდრე ძველი. ახალი უფრო იღბლიანი ჩანს, მეგობრებო. ნებისმიერი ასპექტი, ნებისმიერი. სამყარო გამზადებს ახალი ეტაპისთვის. ამ ეტაპს გაივლით. წარმატებები ჩვენ.